მოგესალმებით ძვირფასო ტყუპებო, წარმოგიდგენთ 2026 წლის ზოგად პროგნოზს, სადაც განვიხილავთ ჯანმრთელობას, ფინანსებსა და კარიერას და სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს. იანვარი, თებერვალი, მარტის განმავლობაში ჯანმრთელობა მდგრადია, გექნებათ ბევრი ენერგია, ერთადერთი მოერიდეთ ალკოჰოლის გადამეტებულ მიღებას. დანარჩენი აქ ჯანმრთელობა საკმაოდ მდგრადია. აპრილი, მაისი, ივნისი აქ თითქოს განკურნების პერიოდში იქნებით. ეს კარტები ენერგიით გვანან ერთმანეთს და წლის შუა 6 თვე უფრო, ესე იგი აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. აი ეს პერიოდი თითქოს მენტალური თუ სულიერი თუ ფიზიკური განკურნების პერიოდში იქნებით. შესაძლოა აქ არ იყოს მთლად გამოხატული დაავადებები, მაგრამ იყოს წარსულიდან რაღაცა ტრამვების დამუშავება, მოშუშების საკითხი, იყოს რაღაცა მენტალური ბლოკების გადამუშავების საკითხი და საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ძალიან დიდი ნაბიჯებით შეხვდებით, ჯანმრთელობა სტაბილური იქნება, შეიძლება გქონდეთ უკვე დალაგებული სტრუქტურა, ესე იგი კვების, ვარჯიშის, თქვენი ყოველდღიური ძალიან ჯანმრთელი და დადებითი თქვენთვის ჩვევებით, აი წლის ბოლოს ეს უკვე იქნება ჩამოყალიბებული, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეში უკვე ჩამოყალიბებული გეგმა გექნებათ. რჩევას რაც შეეხება, აქ გეუბნებათ, რომ კარგია თუ მოიძიებთ მაგალითად რაღაცა კონკრეტულ დაავადებას ან კონკრეტულ სხეულებრივ სიმპტომს, რა ფსიქოსომატური სარჩული, ასე ვთქვათ, უდევს. და ფსიქოსომატურად რას ნიშნავს ესეთი გამოვლენა. ამ მხრივ მოძიება და ლიტერატურის დახმარება ძალიან კარგი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ, დაუთმოთ საკუთარ თავს დრო. წელი მნიშვნელოვანი იქნება თვითრეფლექსიისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, გაცნობიერებისთვის. და მნიშვნელოვანი იქნება, რომ აი ზღვასთან ახლოს, სადაც არის ყვითელი ქვიშა, სადაც არის სიმშვიდე და ზღვის ტალღები, აი ესეთ ადგილას უფრო მნიშვნელოვანია, რომ აი შუა 6 თვე ხშირად გქონდეთ შეხება და დასვენების შესაძლებლობა. ეს როგორც ვთქვი, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. რაც შეეხება ფინანსებსა და კარიერას, ესე იგი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აქ დათესილის მომკის მოლოდინში იქნებით, ანუ რაც იმუშავეთ ამ პერიოდში, ან წინა წელს 2025-ის ბოლო 3 თვეში, ამისი მომკის მოლოდინში იქნებით ფინანსების მიმართულებითაც და კარიერული მიმართულებითაც. რაც შეეხება ახლა აპრილი, მაისი, ივნისის თვეს, აქ როგორც ჩანს, არჩევანის წინაშე დგებით, შეიძლება ორ სამსახურს შორის იყოს არჩევანი, ორ კარიერას შორის იყოს არჩევანი. შესაძლოა არჩევანი იყოს რაღაცა უძრავი ქონების შესყიდვას ან გაყიდვას შორის, ორს ეხება საქმე, ან გაყიდვას და დატოვებას შორის. და უკვე ივლისი, აგვისტო, სექტემბერში აქ როგორც ჩანს, კარიერაშიც და ფინანსებშიც არის მოსალოდნელი ესეთი რაღაცა, რომ თითქოს თქვენს ფინანსებზე დაიწყებთ მოფრთხილებას და ძალიან ისე ფრთხილ ხარჯვას. შესაძლოა გარე ადამიანებისგან ეს იყოს აქმული, როგორც ასე ვთქვათ, ხელმომჭირნეობა, ბრჭყალებში რო ვთქვათ, ჟმოტობა, მაგრამ ეს ასე არ იქნება, რადგან თქვენ აქ რაღაცა ახალ მიზანს იპოვით და ამ მიზნისთვის დაიწყებთ გადადებას და დაგროვებას თითქოს და ხარჯების შემცირებას. ეს ყველაფერი უკვე დაგიფასდებათ ბოლო 3 თვის განმავლობაში, ანუ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის განმავლობაში.
ამ წელიწადში რაზეც ოცნებობდით, როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად, ყველაფერი ეს იპოვის თქვენკენ გზას. ყველაფერს მიიღებთ, მთავარია რომ არ გადაიტვირთოთ და შინაგანი რწმუნებულება გქონდეთ, რომ თქვენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ. ფინანსების და კარიერის მიმართულებით აქ რჩევა არის, რომ გამოიყენოთ ისეთი მიმართულებები, როგორიც არის, ვთქვათ, პროგნოზებისთვის და თუ დაგჭირდათ დახმარება, როგორიც არის ტაროლოგია, ასტროლოგია, ნუმეროლოგია. აი ესეთი პროგნოზები ძალიან დაგეხმარებათ, როგორც ფინანსურ, ისე კარიერული მიმართულებით და არ მისცეთ უფლება პირად სასიყვარულო ურთიერთობებში იმას, რომ ძალიან ჩაჯდეთ სახლში, ან ძალიან გადაერთოთ მეუღლესა და ბავშვებზე. კარგად უნდა იყოს გამიჯნული ეს სამუშაო და პირადი ურთიერთობები, რომ წლის განმავლობაში არ გადაიწვათ. ნუ მისცემთ სახლის საქმეებს, ოჯახურ საკითხებს იმის უფლებას, რომ რაღაცნაირად ციხეში გამოგამწყდიოთ და ენერგია, რაც უნდა ჩაგედოთ კარიერასა და ფინანსებში, მთელი ენერგია იქით მხარეს გაუშვათ და არაფერი აღარ დაგრჩეთ მატერიალური კეთილდღეობის მიმართულებით. რაც შეეხება ახლა სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობას, პირველი 3 თვის განმავლობაში აქ ჩანს ქალბატონი, შეიძლება მამაკაციც იყოს ქალური ენერგიით, საკმაოდ ცივი, საკმაოდ ცივი და ესე ცივ გონებაზე დაყრდნობით აკეთებს გათვლებს, ძალიან მატერიალისტია და შესაძლოა თქვენს პარტნიორულ პირად ურთიერთობაში მოუნდეს ჩარევა. ეს შეიძლება იყოს მესამე პირი, რომელიც დაიწყებს თქვენთან კონკურენციას, შესაძლოა იყოს ასევე ჰაერის ნიშნის და აქ ერთი წამით დავადასტურებ ამას, ვინ არის ეს ქალი და რა უნდა თქვენგან. კი ბატონო, აქ ნამდვილად არის კონკურენციის საკითხი. შეეცდება თქვენი სივრცის დარღვევას, თქვენი პირადი სივრცის დარღვევას, შეიძლება აქ იყოს მობოდიშების მცდელობა, წარსულიდან იყოს ადამიანი, მობოდიშების მცდელობა, მაგრამ მას უნდა თქვენი, ესე იგი, თქვენი კეთილდღეობის, რაც პარტნიორულ ურთიერთობაში არის, ამისი წაღება, ოღონდ შეფარული და რაღაც მლუქნელური გზით იქნება, გათვლებით თითქოს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ მიმართულებით? აქ თქვენი მეუღლე, ანუ თქვენი პარტნიორი, თქვენდამე არის სიყვარულით გამსჭვალული და აქ ეს ადამიანი ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, ამიტომ თქვენ ისევ დარჩებით თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. მაგრამ ეს არის გაფრთხილება, რომ აი ამ ქალთან, რომელიც არის ცივი, ემოციები თითქმის არ აქვს, არის მანიპულატორული, ძალიან ჭკვიანია, შეეცდება, ესე იგი, თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში ქაოსის შემოტანას და შესაძლოა თქვენი პარტნიორის წაყვანაზეც იყოს ლაპარაკი. თუ მამაკაცი უყურებთ, ესე იგი, თქვენთან გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენი პარტნიორისგან თქვენ წაყვანას შეეცდება. რაც შეეხება ახლა აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდს, აქ უკვე არის სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში ეს წინა 3 თვე როგორი რყევებით შეიძლება ყოფილიყო, ეს ქარტეხილები ჩაივლის, რაღაცა ახალი ციკლი იქნება, შესაძლოა სამოგზაუროთაც წახვიდეთ. თავს ძალიან განახლებულად და ბედნიერად იგრძნობთ ურთიერთობაში და ყველაფერი თითქოს იმ თამაშის წესებით წავა, როგორიც თქვენ გინდოდათ. და საკმაოდ შვიდად და ბედნიერად იგრძნობთ თავს. რაც შეეხება ახლა ივლისი, აგვისტო, სექტემბრის პერიოდს, აქ საკმაოდ აქტიური
პერიოდი გექნებათ. პარტნიორთან ერთად შეიძლება იყოს მოგზაურობის, ახალი რაღაცა თემების შემოტანის თქვენთან. ასევე არ არის გამორიცხული და ვიღაცები გამოჩნდნენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაქორწინებული სტატუსი გქონდეთ, ან ურთიერთობაში იყოთ და შეიძლება სტატუსი არ გქონდეთ, მაგრამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ თქვენ გყავთ პარტნიორი. აქ შეიძლება შემოვიდეს ვიღაცა გარეშე პირები, ვისაც მოწონხართ და გამოიჩინონ ინიციატივა. აქ უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული არჩევანი, მაგრამ პირად ურთიერთობაში თქვენ უკვე არსებულ ურთიერთობაში გექნებათ სტაბილურობა და აქ თუ არ ახართ ურთიერთობაში, მაშინ დაიწყება ამ პერიოდში შუა 6 თვეში, ესე იგი რაღაცა ახალი ურთიერთობა. რაც შეეხება ახლა ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის პერიოდს, აქაც გიჩანთ რომანტიული მოგზაურობები და წინსვლა ურთიერთობაში, რაღაცა ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგენიჭებთ. მაგრამ რჩევაში გეუბნებათ, რომ დრო გადის, რაღაცა გადაწყვეტილება თუ გაქვთ მისაღები პარტნიორულ ურთიერთობაში, ესე იგი მიიღეთ დროულად, გააკეთეთ დროულად არჩევანი, იმიტომ რომ დრო გადის და თქვენ კიდევ ასე ვთქვათ მარჩიელობთ რა როგორ გააკეთოთ და უყვარხართ თუ არ უყვარხართ, თქვენ გიყვართ თუ არ გიყვართ, გინდათ ურთიერთობის გაგრძელება თუ არ გინდათ, გინდათ შვილების გაჩენა ამ ადამიანთან თუ არ გინდათ და ასე შემდეგ. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ მიიღეთ დროულად გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დრო გადის და აქ რაღაცა საკითხი, რაც მნიშვნელოვანია პარტნიორულ ურთიერთობაში, ჰაერში არის დაკიდებული. წლის განმავლობაში არსებული პარტნიორი, არსებული ან ახალ გამოჩენილი პარტნიორი შესაძლოა იყოს თქვენი soulmate, ანუ სულიერი მეგობარი და შესაძლოა, რომ ფინანსური საკითხები რაღაცა ფაქტორი იყოს თქვენს ურთიერთობაში, შესაძლოა ცოტა იყოს ეს ფინანსები, ან ბევრი იყოს, ან რაღაცა საკითხი იყოს, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე. ამიტომ ამ მიმართულებას მიაქციეთ ყურადღება. რაც შეეხება ახლა წლის მინერალს, წლის მინერალი არის დალმატინელი იასპს ეძახიან ამ ქვას, თეთრი შავზე არის წერტილები. აი ესეთია. და 2026 წლის განმავლობაში ეს მინერალი იქნება თქვენთვის საუკეთესო. შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ კონსულტაციებზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე, ყველანაირ ლინკს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში და დეკემბრის ბოლომდე და იანვრის პირველი 2 კვირა იქნება 30%-იანი ფასდაკლება ჩემი გამომწერებისთვის. 2026 წლის 12 თვის ტაროლოგიურ პროგნოზზე, სადაც შევა ჯანმრთელობა, ფინანსები და კარიერა და სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით.